დღეს ვიყავი უნივერსიტეტში და გამახსენდა ერთი შემთხვევა, როდესაც გამოცდაზე მითხრეს, რომ ჩემი სმენის აპარატები იყო ეგრეთ წოდებული შპარკალკა, ბოდიშით რომ ამ სიტყვას ვიყენებ, უბრალოდ არ ვიცი როგორ ჩავანაცვლო ქართულ ენაზე. სკოლაში, როდესაც ვსწავლობდი, იქ მაინც ძალიან შინაურული გარემო იყო. 12 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ერთ სკოლაში და მყავდა იგივე კლასელები, იგივე მასწავლებლები და ყველა მიცოდა რომ ვიყავი სმენათაქვეითებული. თან მაშინ აუცილებელი იყო რომ თმა შეკრული მქონოდა, ამიტომ ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანდა ჩემი სმენის აპარატები, ბევრად უფრო დიდიც იყო ზომაში, ვიდრე ახლა მაქვს. ამიტომ მსგავსი დამოკიდებულება არასდროს არ მიგწვნია მაშინ. შემდეგ უკვე უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ერთხელ დააფიქსირა ერთ-ერთმა გამომცდელმა, მე საერთოდ დამთავრებული მაქვს თსუ და მაღლივში ვაბარებდი ხოლმე გამოცდებს და იქ ერთ-ერთმა დააფიქსირა რომ მეკითხა სმენის აპარატები და ამაყენეს და მომთხოვეს რა იყო ეს სმენის ტექნოლოგიები, შპარგაკა ხო არ იყო და ხომ არ ვიწერდი რამე. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი აუხსენი, მაგრამ მახსოვს რომ იმ მომენტში გავბრაზდი ცოტათ, იმიტომ რომ მომაცდინეს გამოცდას და მომიწია ახსნა განმარტებების ჩაბარება. თან მაშინ მქონდა ძველი სმენის აპარატები და იმით მართლა არაფერი არ იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ ციფრულიც კი არ იყო და მობილურთანაც კი ვერ ვაკავშირებ და ფაქტობრივად შეუძლებელია მსგავსი რამის იმ აპარატებით გაკეთება. ახლა ციფრული მაქვს და თეორიულად შესაძლებელია მაგალითად რომ ვიმემ დაგირეკოს და თქვა რაღაცები გიჩურჩულოს და რაღაცები გიკარნახოს სმენის აპარატებში, მაგრამ მაინც როგორ უნდა მოახერხოს ეგ ადამიანმა, რომ თქვა დაგირეკოს და შენ ესაუბრო, რომ თქვა ესაკითხი მომივიდა და მიდი აბა მიპასუხე. ესეც ძალიან უტოპია, მიუხედავად იმისა, რომ ირეკავენ მე მაგალითად ტელეფონით, ყველაფერი მესმის ყურებში და შემიძლია რომ პასუხი გავცე, არც ხვას არ გამოცემს შესაბამისად ჩემი მობილური, იმიტომ რომ ზარი მესმის ყურებში და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი რამე არასდროს არ გამომიყენებია მე პირადად და თქვენი გამოცდილებას გამიზიარეთ თუ უფიქრიათ თქვენზე რომ სმენის აპარატების გამო რამეს იწერდით.